მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. იცხოვრე სპორტით. ამ სლოგანებით ღონისძიებები საქართველოშიც გაიმართა. კუსპის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სპორტული აქტივობა იმართება აქციის ფარგლებში. კუსპის ტერიტორიაზე საბავშვო კუთხე და საგამოფენო სივრცეც არის მოწყობილი. სპორტის სხვადასხვა სახეობაში სპორტული შეჯიბრებები იმართება. კუსპის ტერიტორია ღონისძიებაში მონაწილეობის ყველა მსურველს 17 საათამდე ელოდება. დღეს ჩვენ გვინდოდა მოგოწყო ნამდვილი სპორტული ზეიმი, ვფიქრობ რომ გამოგვივიდა იმდენად რამდენადაც მასობრივია დღევანდელი ღონისძიება და დაწყებული სპორტის სათამაშო სახეობებით, დამთავრებული ინდივიდუალური სპორტის სახეობებით და ჩვენი ეროვნულით, ქართულ ჭიდაობას გულისხმობ ხრიდოლს, აღმოსავლური ორთაბრძოლები, სათამაშო სახეობებიდან კალათბურთი, ფეხბურთი, ფრენბურთი, ჭადრაკი, ნარდი, მკლავჭიდი, ეს სახეობები რომლებიც მასობრივია, ასევე მეკლდეურობა მონაწილეობას ღებულობს როგორც სპორტსმენები, ასევე უბრალოდ ის ადამიანები, ვინც ცხოვრების ჯანსაღი წესით არიან დაკავებულები და დღეს კუსტვაზე არიან ამოსულები. წარმოადგენს ხრიდოლის ეროვნულ ფედერაციას და დღეს ტარდება ქართულ საბრძოლო სამჭიდში. ეს არის ხრიდოლის სამჭიდი, სადაც პირველი რაუნდში ქართული ჭიდაობა, მეორე რაუნდში ფარიკაობა, მესამეში კრივი. დღეს ეს ტურნირი ჩატარდება და დაჯილდოებიან თვითონ სპორტის სამინისტრო დააჯილდოებს. მე ვარ უშუს ეროვნული ფედერაციის წარმომადგენელი, როგორც ვიცით, ეს არის ჩინური საბრძოლო ხელოვნება. თითქმის 6 წელიწადია, რაც ვარჯიშობ ამ სპორტს და დღევანდელი დღე ძალიან კარგია, ვფიქრობ, იმიტომ რომ საქართველოში როგორც ვიცი, პირველად აღინიშნება საერთაშორისო სპორტის დღე და იმედი არის, რომ გაგრძელდება მომავალშიც ესე.